თავარი საფიქრალი მშობლებს აქვთ ხოლმე რეპეტიტორები, რომელმაც სწავლობთან მივიყვანოთ სად, ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს დებენ ამ ყველაფერში. ბავშვმა ყველაზე კარგად იცის თავად რომ აქ სირთულე აქვს. ვთქვათ, ბავშვებს ან მარტივად ყოფთ ზარმაცებად და არა ზარმაცებად. ყველა სჭირდება ის რომ საზოგადოებაში იყოს აღიარებული და მიღებული. როგორ მივხვდა რომ ჩემი შვილი ზარმაცი კი არ, იმას ჩემი დახმარება ჭირდება. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ მენამდე მასწავლის პოდკასტის მეორე ეპიზოდს. ჩვენ ისევ და ისევ ვიმყოფებით ფსიქოცენტრში, რომელიც მდებარეობს რუსთავში მშენებელთა ნომერ 5-ში. დღეს ჩვენი სტუმარი არის ფსიქოცენტრის კიდევ ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიამ იანტველიძე, რომელიც გახლავთ კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოდიაგნოსტიკოსი, ფსიქოცენტრის დამფუძნებელი და ასისტენტ პროფესორი. მადლობა მარიამ სივრცის დათმობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ ვარ შენი მასპინძელი, შენივე სივრცეში. მოგესალმებით. პირიქით მადლობა მინდა მოგახსენოთ, რომ მომეცა საშუალება, რომ ის თემები, რაც უნდა განვიხილოთ, არის საკმაოდ აქტუალური და რაც უფრო მეტი ადამიანის ხმამდე მიაღწევს, ყურამდე მიაღწევს ეს ინფორმაცია, ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო იქნება და მადლობა თქვენ. ნამდვილად გეთანხმებით. ჩვენი ფოკუსი ძირითადად არის აბიტურიენტებზე. ხო, რა თქმა უნდა, არხის გამოწერა არ უნდა დაგავიწყდეთ. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომ გავაგრძელოთ მსგავსი ტიპის პოდკასტები. აბიტურიენტები არის ჩვენი სამიზნე აუდიტორია და ზოგადად ბავშვები და ყველა ბავშვი მერე რაღაც პერიოდის მერე აბიტურიენტი ხდება. აბიტურიენტობის დროს განსაკუთრებით ეს არის მე-11-მე-12 კლასში, თავარი საფიქრალი მშობლებს აქვთ ხოლმე რეპეტიტორები, რომელმაც სწავლობთან მივიყვანოთ სად, ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს დებენ ამ ყველაფერში და მე აღმოჩნდება ხოლმე, რომ შეიძლება ბავშვს სწავლის დროს რაღაცას ვერ ითვისებს, ძალიან დიდი დრო ჭირდება დასწავლის ნაწილში ან ასე შემდეგ და აქ არის მთავარი პრობლემა ის, რომ ადრეულ ასაკში არ ხდება რიგი სახის დიაგნოსტიკა, რაზეც გვინდა რომ დღეს ჩვენ ვისაუბროთ. რამდენიმე კითხვა მაქვს მომზადებული. ასევე გეტყვით, რომ თუ რაიმე კითხვა გექნებათ, რომელსაც ჩვენ ამ პოდკასტის ფარგლებში ვერ დავფარავთ, შეგიძლიათ კომენტარებში დატოვოთ კითხვები და მე ჩავწერთ აუცილებლად დამატებით ვიდეო, სადაც დასმულ კითხვებზე მარიამი ამომწურავად გიპასუხებთ. ჩემი აზრით, როდესაც ეს პრობლემა მე-12 კლასში ან მე-11 კლასში ესე ვთქვათ, იფეთქებს ხოლმე, ამის მიზეზი არის ის, რომ მე ჩემი მხრიდან როგორც მასწავლებელი და თავის მშობლების გადმოსახედიდან რო ვთქვათ, ბავშვებს ან მარტივად ყოფთ ზარმაცებად და არა ზარმაცებად. რამდენად სტერეოტიპულია ეს დაყოფა და ჩემმა განსაზღვრებამ და იარლიყმა, რომელიც მე როგორც მასწავლებელმა, მშობელმა შეიძლება ბავშვს მივაკერო, რომ ეს არის ზარმაცი, შეიძლება თუ არა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს, რომელიც საბოლოო ჯამში სინათლეს ნახავს მე-12 კლასში ხოლმე, როცა მასწავლებლებთან შედიან, ვეღარ სწავლობენ, რაღაც დამახსოვრება უჭირს და მე ეს პანიკასაც იწვევს ხშირად ბავშვებში. ზოგადად შეფასების ნაწილი 2 წლიდან უკვე რეკომენდირებული არის ხოლმე და აუცილებელი არ არის რომ მაგალითად ბავშვს რაიმე სირთულეები ჰქონდეს. თუმცა გარკვეული სირთულეების აღმოჩენა ამ ასაკში მშობლებსაც ხშირად ვეუბნები ხოლმე რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში ხდება დიაგნოსტირების გაკეთება, ჩარევა, შემდგომ ეს თერაპიული ნაწილით მიხმარება, შედეგი ბევრად ადრევე დგება ხოლმე და მთელი რიგი სირთულეებისგან გვიცავს. რაც შეეხება უკვე სკოლის პერიოდს, ბავშვებს აქვთ ესეთი ძალიან კარგი უნარი, რომ ხშირ შემთხვევაში თვითონ მიახერხება ხოლმე, რომ ეს სხვადასხვა სირთულეები დაფარონ. ისე შეიძლება მშობელს გამოეპაროს ცალკეული ნიუანსები, რომ საკმაოდ ისეთი რთული შესამჩნევი იყოს. განსაკუთრებით აი სკოლის პერიოდში საინტერესოა ხოლმე მომართვიანობა ყველაზე ხშირია პირველ კლასის მეორე სემესტრისკენ, სადაც მოლოდინი იმისა, რომ ბავშვს შეუძლია მაგალითად აითვისოს, იქნება ეს ასოები, მათემატიკური უნარები, რაც ასაკის მიხედვით მოეთხოვება და უცბად აღმოჩნდება, რომ რაღაცა ვერ ახერხებს ბავშვი ამ პროგრამის დაძლევას. და პირველ კლასშივე, როდესაც ხდება ხოლმე ჩარევა, ბუნებრივია შედეგები ბევრად კარგია ხოლმე. მეორე ესეთი პიკური პერიოდი არის ხოლმე მე-5 კლასი, ანუ გადამსვლელი ტრანზიციული ეტაპები არის ბავშვებისთვის, სადაც სასწავლო მასალის ზრდასთან ერთად თითქოს აი ეს რესურსები ნელ-ნელა იდება. უკვე გარემო გამოხატულებები უფრო შესამჩნევი ხდება ხოლმე. კიდევ ერთი პიკური ესეთი პერიოდი არის ხოლმე საფეთქებასავით არის, რომ მე-9 კლასი, ესეც გადამსვლელი არის და აქაც თუ მოახერხა ადამიანმა გაძვრა, შეიძლება ესეც უწოდოთ, სადღაც მაინც წამოყოფს ხოლმე თავს. და რაც ყველაზე მთავარია, ეს აქ მარტო უნარების ნაწილი არ არის, რომ მაგალითად ხო კითხვის სირთულე არის,
ბავშვმა ყველაზე კარგად იცის თავად რომ აქ სირთული აქვს. და აი ამ სირთულის გადაფარვას ახერხება ხოლმე სხვადასხვა მეთოდებით. ეს შეიძლება იყოს ძალიან არაკონსტრუქტულიც, მაგალითად აი, როდესაც ქცევის ნაწილი შემოდის, ბავშვი ხმაურობს, არ უსმენს მასწავლებელს, ეს არის ერთგვარი იმის კომპენსირება, რომ მე არ შემიძლია რომ ვისწავლო, მაგრამ სხვანაირად მივიქცევ ყურადღებას. და თვითონ მასწავლებლების მხრიდანაც არის ხოლმე, რომ ბავშვები, რომლებიც ნაკლებად არიან, ანუ აკადემიური მოსწრება არ არის. დაბალი აკადემიური მოსწრება, ესე რომ ვთქვათ, უფრო მეტად ხდება ხოლმე ამ შემთხვევაში, რომ მოდი ამას არ გამოვკითხავ და აქცენტი გადადის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ბავშვებზე. შესაბამისად, აქ მოდის ერთი ის, რომ ეს ბავშვები ან იკარგებიან საერთოდ და შეუმჩნევლები არიან, ან მოდის ქცევის ნაწილი, რომელიც მე პრობლემატური ხდება ხოლმე, რომ იმიტომ რომ სხვანაირად რა უნდა გააკეთოს ბავშვმა, როგორ უნდა მიიქციოს ყურადღება, იმიტომ რომ ყველა სჭირდება ის, რომ საზოგადოებაში იყოს აღიარებული და მიღებული. და როდესაც ეს ვერ ხერხდება კონსტრუქტულად, შესაბამისად მე ერთვება ხოლმე სხვადასხვა ქცევითი ნაწილების და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამის სწორი იდენტიფიცირება სწორ დროს მოხდეს. მანამ სანამ თუნდაც აი აბიტურიენტობის პერიოდი მე-12 კლასის ნაწილში შეიძლება ბავშვს სულაც არ ქონდეს იმის რესურსი და ჭირდება სხვანაირი დახმარებაც და არსებობს ესეთი პროგრამებიც, რომლებიც აუცილებელი არა რომ მაინც რეპეტიტორი იყოს, ანუ ბავშვის უნარებზე მორგებული სწავლების ნაწილი. ასევე ერთ-ერთი საინტერესო შემთხვევა იყო, წინა წელს დაფიქსირდა უკვე და ამაზე აქტუალურად მიდის მუშაობა, რომ იქნება ეს ყურადღების დეფიციტის შემთხვევა, დისლექსიის შემთხვევა, რომ შესაძლებელია რომ თუნდაც საგამოცდო დროის გაზრდა. ანუ მანამდე როგორც ვიცოდით, ანუ როდესაც სტატუსის შემთხვევა არის და აი შშმ პირის შემთხვევაში შესაძლებელი იყო რომ იქ დამატებით დრო ყოფილიყო და რაღაც გარკვეული საჭიროებები გათვალისწინებული იყო. თუმცა აქამდე და ხა ეტაპობრივად მივდივართ მანდეთკენ, რომ შესაძლებელი გახდეს მსგავსი დიაგნოზების შემთხვევაშიც ბავშვებისთვის ხელშეწყობა, როგორც გარემოდან, ასევე თვითონ საგამოცდო ცენტრიდან. ხელშეწყობის ნაწილზე რა მაინტერესებს, ანუ რას გულისხმობთ? მაგალითად, სკოლაში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მიმართებაში ჩვენ ვადგენთ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებს. ტესტიც არის ხოლმე მორგებული მის უნარებზე და საჭიროებებზე. ანუ ასე რომ მოხდეს ეროვნული გამოცდების ფორმირება, თუ მაგალითად დროის ხანგრძლივობა გაიზარდოს, აი რა ჭრილში შეიძლება სამინისტრო როლი ითამაშოს, ასე ვთქვათ, თავის. ძალიან კარგი კითხვა არის. აქ მნიშვნელოვანი არის რა დიაგნოზებს საუბრობთ. აი მაგალითად, როდესაც ყურადღების დეფიციტსა და ჰიპერაქტიულობის სინდრომზე საუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია და საკვანძო თემას ასრულებს დრო. დროის ფაქტორი, იმიტომ რომ ბევრად მეტი დრო შეიძლება იყოს საჭირო იმისთვის, რომ იქ ყურადღების მობილიზება მოხდეს, იქ რაღაც იმპულსის ნაწილიც აქტიურად იყოს ჩართული და ხო, მაგ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი არის დროის ფაქტორი. ასევე როდესაც დისლექსიაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული დიაგნოზი არის და დღევანდელობაში უფრო აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით საუბარი. კითხვის სირთულეების შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება რომ თუნდაც იყოს ფონტი განსხვავებული, რომ რაღაც ფონტის ზომა, გაზა მნიშვნელოვანი არის ეს ნიუანსების გათვალისწინება. ან ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე მოერგოს ისე როგორც იდეაში უნდა მუშაობდეს ტესტიც და ინდივიდუალური სასწავლო გეგმაც. ან თვითონ საჭიროებებზე იყოს მორგებული. თქვენთან როგორც ფსიქოდიაგნოსტიკოსთან მომართვიანობა, აი პიკი რა ასაკშია, ძირითადად რა ასაკის ბავშვები მოყავთ ფსიქოდიაგნოსტიკისთვის? ძირითადად ნაწილი ეს ასაკობრივ აფეთქებებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. კარგ შემთხვევაში პირველი და მეხუთე კლასი არის ხოლმე ძირითადად, თუმცა საკმაოდ ხშირი არის აი მე-9 კლასი, აი მე-9 კლასის შემთხვევაში ეს მომართვიანობა. სადაც უკვე ბავშვის ის გადაფარვის რესურსი, რომ აი ვსწავლობ, მაგრამ მეტი დრო კი მჭირდება, მაგრამ რაღაცნაირად ახერხება ხოლმე, რომ ესე შეუმჩნეველიც იყოს, თლად ესეც ვერ ვიტყვით, მაგრამ დამალონ რა ეს არსებული. ძალიან კარგად მალავენ ხოლმე და ხო, აი ზუსტად ეგ ასაკი არის ხოლმე მეტწილად, რომ უკვე ის ხდება, რომ აი სკოლის მხრიდან უკვე საგნობრივი დატვირთვა როცა მიდის, ის რესურსი აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ ისწავლონ ისე როგორც თუნდაც სკოლა ან სახლის გარემო ითხოვს. გასაგები ხა მაქვს ესეთი კითხვა თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე. კარგი ბავშვი ვიცით რომ ძალიან ჭკვიანია ყველა ბავშვი და ახერხებს რაღაცნაირად შეფუთოს საკუთარი თავი ისე რომ მას დახმარება ჭირდება, მაგრამ ამ დახმარებას არ ითხოვს, ხო?
რაღაცნაირად იზარმაცოს, იეშმაკოს ბჭყალებში, ქცევაში გამოხატოს ეს ყველაფერი. ჩემთვის როგორც მშობლისთვის ან მასწავლებლისთვის სად გადის ზღვარი, ასე ვთქვათ, ისევ ზარმაც გამოვიყენებ, ზარმაც ბავშვს და ბავშვს შორის, რომელიც ამ სიზარმაცეს უხეშად რო ვთქვათ, იბრალებს ან სიზარმაცის ქვეშ იმალება. აი, მაინტერესებს, რომ მე როგორ მივხვდე მშობელი, რომელიც დილით გავდივარ, საღამოს შავდივარ, მუშაობ, ყველაფერს ვაკეთებ ჩემი შვილისთვის, როგორ მივხვდე, რომ ჩემი შვილი ზარმაცი კი არ, იმას ჩემი დახმარება ჭირდება. ერთი ნიუანსის აღნიშნით დავიწყებ მაგაზე პასუხის გაცემას, რომ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დასწავლის უნარის სირთულეებზე, ან ეს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის ნაწილზე, ინტელექტი მეტწილად არის ნორმაში. ან განვითარება ერთიან სურათში რომ ნახოთ მიმდინარეობს ასე ვთქვათ, ტიპურად შეიძლება ესეც უწოდოთ, თუმცა სირთულეები არის ცალკეულ ნიუანსებში, რომელიც თუ დავაკვირდებით, თუნდაც იმ მშობლის მხრიდანაც ან მასწავლის მხრიდანაც, თვალშისაცემი არის. ის რომ მაგალითად ბავშვი ინდომებს, იჯდება 13 სადინოთ, მაგრამ ამისთვის სჭირდება ძალიან ბევრი დრო. აი ხშირია ხოლმე ესაა პრაქტიკული მაგალითად რომ მოვიყვანოთ შემთხვევა რომ ბავშვი ძალიან კარგად მეცადინეობს, სწავლობს, მაგრამ შეიძლება სირთულე იყოს იმაში რომ ვერ ყვება. მშობელი ამბობს რომ კი იმეცადინა, მომზადებული წამოვიდა, მაგრამ საკლასო გარემოში ხდება რომ ვერ გადმოსცემს ბავშვი. ან რაღაც კლასამდე ვერ მიაქვს ის რომ თავისი ცოდნის დემონსტრირება მოახდინოს. ასევე ხშირია ისეთი შემთხვევები, სადაც აი განსაკუთრებით როდესაც კითხვის სირთულეები არის, ბავშვი კლასში ხმამაღლა ვერ კითხულობს. როცა აი მაგალითად ჯგუფური სამუშაოები, ანუ ეს სპეციფიკა თქვენ უკვე გეცოდინებათ, მაგრამ როგორც ვიცი, ეს აქტივობები უფრო ეს პრაქტიკული ნაწილიდან რა უჭირთ ბავშვებს და აი სად ვაწყდებით ხოლმე სირთულეებს, რომ მაგალითად არ კითხულობს ხმამაღლა. ვერ წერს დაფაზე, ან დაფიდან გადაწერის სირთული არის, ასევე საკმაოდ ხშირია ხოლმე, რომ ბავშვს, რომელსაც იქ ყურადღების პრობლემა აქვს, იქ რაღაც წერის და კითხვის სირთულეები არის, თუმცა ეს კოპირების ნაწილად დაფიდან გადაწერა ერთ-ერთი მკივნეული არის ხოლმე და ნახეთ, როდესაც ხშირად ხდება ბავშვთან შეხება, კი ბატონო ახსენეთ, რომ მშობელი შეიძლება გასული იყოს, ეს სამუშაოც ნაწილიც გასაგებია, მაგრამ სადღაც ცოტა მეტად თუ დავაკვირდებით და მივაქცევთ ყურადღება საკუთარ შვილებს, დავინახავთ, რომ იქ რაღაცა ისე ვერ მიმდინარეობს. რომ შესამჩნევი არის ხოლმე თუნდაც ემოციურ ნაწილში. ყოფილა შემთხვევა, რომ თუნდაც მოდიან შეფასებაზე იმის გამო, რომ ბავშვის ემოციური ფონი არ არის სლად ისეთი, აი, ყველაფერზე მძაფრად რეაგირებს, რაღაცა თუ არ გამოსდის, შეიძლება მარტივად დანებდეს, იქ იყოს ტირილის მომენტიც და მერე ხდება ხოლმე, რომ იქ რაღაცა სირთულეები ჩანს, სირთულეები იკვეთება და კიდევ ერთი ნაწილი, რაც თუნდაც აი შეფასების ნაწილზე რო შფოთვა მოდის ხოლმე, რომ აი რაღაცა ქულა რო არ იყოს ისეთი, ანუ რას ვშვებით ამ შემთხვევაში. ნახეთ, ეს არის ისედაც, ანუ გადამოწმების მხრივაც ძალიან კარგი არის შეფასების გაკეთება, დიაგნოსტირებას, რასაც ვეძახით. გამომდინარე იქიდან, რომ ჩანს ბავშვის ძლიერ და სუსტი მხარეები. ყველა ბავშვს, ყველა უნარი ესე თანაბრად განვითარებული ვერ იქნება. ჩვენ მაგალითად რო ავიღოთ. გვაქვს რაღაცა ის ძლიერი მხარეები, რომელიც გამოგდის, მაგალითად ჩემ შემთხვევაში იყო, რომ კითხვის და წერის ნაწილი ძალიან მიყვარდა, მაგრამ მათემატიკასთან ვერ მეგობრობდი. შესაბამისად, თუნდაც აი პროფესიის არჩევის მხრივ ავირჩიე ისეთი მიმართულება, სადაც მომიწევდა მეტი კითხვა, რაღაც გააზრება, იქ რაღაც ეს სხვანაირი აზროვნების შართვა, უფრო ვერბალური უნარებზე წავიდა ჩემ მხრიდან დატვირთვა და არ ამირჩევია პროფესია, სადაც დამჭირდებოდა იქ მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება, იმიტომ რომ არ იყო ჩემი. მაგრამ უნარები მაინც ჩააბარა. ნახეთ, აი ეგ არის საბაზისო ნაწილი, რაც შეიძლება გქონდეს, თუნდაც ეს ეროვნული გამოცდები მოითხოვს, ну, მაშინ პერიოდში მოითხოვდა. ხო, არის ისეთი, რომ აი ყველამ უნდა იცოდეს. თუნდაც მათემატიკის იმ დონეზე ცხოდნა, რომ რაღაც მაღაზიაში შევალ ხურდაში არ უნდა მომატყუონ, ну, საბაზისო ნაწილში გადის. თუმცა ახლა რაღაცა კვანტური ფიზიკის რაღაცებს დავსკავსიმებს, ну, მომთხოვთ. და ხო, აი რისი თქვა მინდოდა, რომ ბავშვებსაც აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ვიღაცა მათემატიკაში შეიძლება ძალიან მაგარი იყოს ლოგიკურ ნაწილში, მაგრამ აი ვერბალურში შეიძლება დიაგნოზა სულაც არ ქონდეს საქმე, მაგრამ რაღაც სირთულეები არის. და როდესაც არსებობს იმის საშუალება, რომ შესაძლებელი არის, რომ გაირკვეს იქ წამყვანი ძლიერი მხარეები, შეიძლება იყოს სისუსტე, აი რაღაცა აქცენტირება შეიძლება გაკეთდეს იმ მიმართულებით, რომ რა უნდა გავაძლიეროთ ბავშვში, რაში უნდა მივეხმაროთ, რომ რაღაც ეს უნარები დაკომპენსირდეს. რატო უფრთხიან თქვენი აზრით მშობლები აი დიაგნოსტირებამდე მოსვლას?
ანუ შეიძლება რაღაც თქვენ აღნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია რომ ტიპიური განვითარების ბავშვების შეფასებაც მოხდეს და გეთანხმებით მაგ ჭრილში, იმიტომ რომ 27 ბავშვი რომ მყავს, 27-ვე ბავშვს აქვს სხვადასხვა შესაძლებლობა, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და სხვადასხვა რამეში არიან მაგრები, ასე რომ ვთქვათ რა. და დიაგნოსტირება ჩემი აზრით ეხმარება იმაში, რომ მოვახდინოთ ამ ძლიერ როგორც თქვენ აღნიშნეთ ძლიერი მხარის იდენტიფიცირება და მე როგორც მშობელმა ხელი შევუწყო ამის განვითარებაში. მაგრამ სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მოვალ რა ხდენს გავლენას, რომ ფეხს ვითრევ რა. თუნდაც იმიტომ, რომ მეც მქონია პრაქტიკიდან გამოცდილება, რომ ჯერ ერთი მშობლებთან კომუნიკაცია იმ საკითხზე, რომ ბავშვს რაღაც ტიპის დახმარება ჭირდება, ძალიან ფაქიზია და ძალიან ბევრი უნდა აწონო, რომ სწორად მიიტანო, რომ რა ვიცი, რამე არ მოხდეს დავში, ან არ თქვას, რომ რაღაც შვილს უჩაგრავ, ან სწორად გამიგეთ, რასაც გულისხმობ. და რაღაცნაირად უფრთხით ამ ინფორმაციის მე როგორც მასწავლებელი მომბობ რა ამის მიტანეს რომ აი ძალიან ბევრს ვუვლით ზოგადად ვსაუბრობ და მე გავკვრით რომ იქნება და შეფასება მოხდეს. როგორც კი შეფასებას ვახსენებთ იმ დროს თავდაცვის მექანიზმი ერთვებათ რომ არაფერი არ ჭირს ჩემს შვილს ანუ არის არმაცი. აი რატო ვიკავებთ რა ახდენს ამაზე გავლენას რომ არ მივდივარ რა იმ შეფასებამდე როცა რეალურად შეფასების ღირებულება შეიძლება იყოს რა ვიცი ჩემთვის ყავის ფული ხო და განაფუ ან ფინანსურ ნაწილში შეიძლება შესაძლებლობა მქონდეს მაგრამ მაინც თავს ვიკავებდი რა ახდენს გავლენას იმას რომ ვერ მოვდივარ შენამდე თქვენამდე რომ ჩემი ბავშვი შევაფასო. ძალიან კარგი კითხვა არის და სალსახა პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია. თუმცა ზოგადად რითიც ვიწყებთ ხოლმე და თუნდაც რატომაც მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ თემებზე ხმამაღლა საუბარი და არა მარტო აი ამ პოდკასტის ფარგლებში, სადაც მომიწია ესე შეხება, რომ აი ხმამაღლა გავაჟღერო, სულ მაქვს იმაზე აქცენტი, რომ აი მნიშვნელოვანი არის რომ ეს გავაკეთოთ და აუცილებელი არ არის რომ სირთულე იყოს და მართლა როგორც ახსენეთ, ვიღაცისთვის ყავის თანხა შეიძლება იყოს, თან მით უმეტეს ეს ყოველდღურად არ ხდება. ხო, რაღაც პერიოდში ერთხელ რამდენი ხანში ერთხელ არის რეკომენდირებული, მაგრამ ესეც რა ვთქვათ, დიაგნოსტირების ჩატარება პრაქტიკულ ნაწილში, ანუ პრაქტიკულად თუ შეიძლება. კი ბატონო. ნახეთ, აი ასაკობრივი ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგალითად 6 წლამდე ინტენსივები უფრო ახლოს არის, მაგალითად თუ რაღაც სირთულე იყო, რაღაც 3 წლამდე მშობელს შეუძლია რომ 3 თვეში ერთხელ გადაამოწოს, მე ეს იზრდება 6 თვემდე. ზოგადად 6 წლიდან ზემოთ თუ რაიმე სირთულე გამოიკვეთა და იმ მშობელს უნდა რომ პროგრესი დაინახოს, 6 თვის ჭრილში სადღაც. თუმცა, ერთი წელიც საკმაოდ მისაღები არის, აი ვინც პროგრამაში არის ჩართული და უკვე ეს დიაგნოსტირების ნაწილი გავლილი აქვს და დამატებითი მხარდაჭერა მიდის გარემოდან, წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე, რომ ეს მშობელსაც ეხმარება, რომ დაინახოს როგორ მიდის დინამიკაში განვითარება, ეხმარება მასწავლებელსაც, ბავშვთან მომუშავე სპეციალისტსაც და საერთო სურათის დანახვისთვის მოკლედ ძალიან კარგია. კი, აქვე აღნიშნეთ, ეგ მოგვს კითხვა, რომ გადავიხადე ეს თანხა, მოვედი, მოხდა ჩემი შვილის შეფასება და აღმოჩნდა, რომ რიგი სახის საჭიროება აქვს. სახელმწიფოს მხრიდან, ან ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან თუ არის რაიმე პროგრამები, რომელიც მე ფინანსურად მიხიდება, მეხმარება, იმიტომ რომ ერთია მოხდეს დიაგნოზის დასმა და მეორეა რომ იმისთვის რომ რაღაცა შედეგი დაიდოს ამ კონკრეტული მიმართულებით თერაპიების სესიებია, როგორც ვიცი, რეკომენდირებული, ხო? იმიტომ რომ კაია რომ დიაგნოსტირება მოხდა, მაგრამ რეალურად შედეგზე რომ გავიდეთ, მუშაობა არის, ხო, საჭირო. შეიძლება ის სკოლაში იმუშაოს სპეცმასწავლებელმა, მასწავლებელმა, მაგრამ მე პირადად ვთვლი, რომ ცალკეთ სესიების წილი ძალიან დიდია. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს თუ აქვს რამე შემოთავაზება ან ადგილობრივ თვითმმართველობას, რომელიც მაგალითად აფინანსებს მსგავს პროგრამებს. ესეთი მომენტი არის, მანდ პროგრამები არსებობს. მაგალითად ანუ 6 წლამდე ადრეული ინტერვენციის პროგრამა არის, რომელიც დაფინანსებული არის მთლიანი დასირთულების შემთხვევაში შეუძლიათ რომ ეს დაფინანსების ნაწილი გამოითხოვონ. არსებობს ასევე რეაბილიტაცია აბილიტაციის პროგრამაც, რომელიც ასევე ემსახურება ამ აკადემიურ უნარების ნაწილს, თუმცა ერთ-ერთი პრობლემატური ნაწილი რაც არის, მსგავსი პროგრამები უფრო მიმართულია იმ ბავშვებზე, სადაც არის სხვადასხვა კომპლექსური ტიპის სირთულეები. მაგალითად, იქ ცოტა შეფერხების ნაწილიც მიდის, ჩაგონებრივი ჩამორჩენის დიაგნოზთანაც გვაქვს ხოლმე საქმე, მაგრამ აი, როდესაც ვსაუბრობთ მაგალითად დისლექსიაზე, ADHD-ზე, ინტელექტი მეტწილად არის ნორმის ფარგლებში, იშვიათად რომ აი
ცოტა მოსაზღვრე მდგომარეობისკენ იყოს. ამ შემთხვევაში აი დაფინანსებების ნაწილის თემა რთულად არის. ხო, ფინანსურ საკითხებთანაც არის დაკავშირებით. კი ბატონო. ხო, ფინანსური საკითხებიც არის და ასევე წეგან რაც ვახსენეთ, რა ის სტიგმის ნაწილი თვითონ მშობელს უჭირს გააზრება, რეალობის მიღება, რას მეტყვიან აქ ახლა რომ ივალ და თითქოს არ ჩარევა მათთვის არის რაღაც ერთგვარი დაცვის მექანიზმი. და ხშირად ახსენეთ აი თქვენ რომ თქვით რა იმ მშობელთან მიწოდება თუნდაც მასწავლებლის მხრიდან რომ იცით აი შეფასების საჭიროების გამოკვეთა აი ხშირად ყოფილა აი რომ მართლობთ მართლა იცით შეფასება რომ გაგვეკეთებინა დიახ, აი ხშირად ყოფილა რომ მაგალითად ჩაეწერდეთ, მოდიან, მაგრამ არიან გაბრაზებულები, აი მასწავლებელმა გამომიშვა. არის ესეთი შემთხვევები. თუმცა მე იქ აღმოჩნდება ხოლმე რომ რეალურად აი ეს შფოთვა რაღაც ეს ემოციური ნაწილი, რომ რეალურად ეს არის ის შიშის მომენტი, რომ რა იქნება, რა შედეგს მიიღებს ჩემი შვილი და რა შეიძლება გავაკეთოთ მე ასე რომ მშობლების მდგომარეობაც ან პასუხამდე უფრო რთულია ხოლმე ყველაფრის გავლა, პასუხი რო იცი უკვე ქმედებაზე გადადიხარ. ფიქრობ ძირითად საკითხებზე აქცენტი გავაკეთე, როგორც დასაწყისში ვთქვი, მეგობრებო, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში თუ რაიმე კითხვები გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით და ცალკე ვიდეოს ჩავწერს მარიამი და უპასუხებს თქვენ მიერ დასმულ კითხვებს. მეც საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერეთ ჩემი არხი. მადლობა კიდევ ერთხელ ფსიქოცენტრ სივრცის დათმობისთვის და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს.